საღამომშვიდობისა თქვენ უყურებდა უსმენთ პირდაპირ საუბარს ეკაბერეძესთან რადიო მაესტროს ეთერით FM 94.7-ზე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა ნუგზარ ციკლაურმა ქართული ოპოზიციის მეოცნებე ნაწილი ტერორისტებისა და ჩრდილოეთ კორეის გვერდით დაასახელა. დღეს ასე დაჯგუფდა მთელი სამყარო. ერთ მხარეს არის მთელი თავისუფალი სამყარო, მეორე მხარეს კი პუტინის და რეგრესის მხარდამჭერები და საქართველოში ეს დაყოფა ასე მოხდა. აცხადებს უმრავლესობის წარმომადგენელი. ვინსად და ვისთან არის 2011 წლის ბოლოს წლის მთავარ მოვლენებს დღეს გიორგი მარგოლაშვილთან ერთად შევაფასებთ. გადაცემის მეორე ნაწილში ვინ არიან განათლებული და გაცეცხლებული ქალაქის მაცხოვრებლები, რომლებმაც დაიწყეს საკუთარი პოლიტიკური ძალის აღქმა. რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე პირდაპირ საუბარი პაატა ზაქარიაშვილთან გვექნება. საღამომშვიდობისა ბატონო გიორგი. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მობრძანებისთვის. რა სიტყვით პირველ რიგში იმ რიტორიკაზე, რაც აქვს ხელისუფლებას წლის ბოლოს ოპოზიციის მისამართით. ეს უკავშირდება როგორც რუსეთთან ასოციაციას, ასევე ამა თუ იმ სახის შედარებებს, ასევე ოპოზიციის ფინანსებს, რომლებსაც პირდაპირ აკავშირებენ FSB-სთან თუ კრემლთან. რა რიტორიკაა ეს, როგორ აღწერთ? იცით, კიდევ ერთხელ მე მინდა შევეცადო, რომ არ ვიყო რაღაცნაირი რადიკალური ჩემ შეფასებებში, ან უფრო შევეცადო გავიგო ამ ხალხის მენტალიტეტი, რატო საუბრობენ ასე. ეხლა ერთ-ერთი რამე, რაზეც ჩვენ გვილაპარაკია მანამდეც, ეს არის პოლიტიკური დისკუსიიდან მითების, ან უფრო სწორედ პოეტურობის ამოღება და გადასვლა რაღაცა ნორმალურ რეჟიმში. ხო, მაგალითად მე ბოლო დროს სულ მესმის ეს გამოთქმა რუსული ფული. და ჩემთვის როგორც ახლა მაინც და მაინც არა გათვითცნობიერებული ადამიანისათვის ამ რუსული ფული რუბლს ნიშნავს, არ ნიშნავს, ანუ ისევე როგორც დაუშვათ, აი ამერიკული ფული დოლარს ნიშნავს, აი გაზპრომის ფული რა არის, შეიძლება დასუნო და მოიწამლო თუ აი ეს ასოციაციები ძალიან მაბნევს ხოლმე და ვცდილობ რომ გავიგო რას გულისხმობენ რუსული ფულის თაობაზე. მე ვხედავ ხოლმე რომ ამაზე მიმდინარეობს კამათი და ეს რიტორიკა სულ უფრო იხვეწება. ეხლა რაღაცა წარმოგიდგენიათ რომ შეთქმულება ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი, აი რომ წარმოიდგინოს ყველაფერი ვიზუალურად, ამის უკან დგას რუსული ფული, რომელიც ალბათ შეიძლება ფულიც კი არ არის, არამედ რაღაცა შეიძლება რაღაცა ცხოველია ან რაღაც ეს ყველაფერი და აი ეს ყველაფერი ალბათ მათ თავში ყალიბდება რაღაცა ხატებად. რის შედეგადაც ისინი იჯერებენ ამას და მე უკვე ამას ყველაფერს გვაწვდიან ჩვენ. ეხლა რეალურად ეკა რომ დავიწყოთ ამისი ანალიზი, მე მგონი ჩვენ შევალთ იმ ასპექტში, ჩვენც დავიწყებთ, ანუ რაღაც არარეალურზე რომ ელაპარაკოთ, აბსოლუტურად არარეალურზე, რომ აი რაღაც და ჩვენ ამაზე ვიკამათოთ, ჩვენ ამითი შევალთ, გავხდებით ამ პროცესის ნაწილი. ხო და აი არ ვიცი რას ვეკამათო, მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ თუ არსებობს კონკრეტული ბრალდება, კონკრეტული პირის მიმართ ეს ბრალდება, თუნდაც შენ არ აქონდეს ინფორმაცია და თქვა რომ იცით რა შეასაქმე, მე არ ვფლობ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რეალურად ეს ფული საიდან არის და როგორ არის, მაგრამ აი ჩემი დასკვნები, ხო და უნდა თქვა რომ აი დაუშვათ მე შეიძლება დოკუმენტურად ვერ მოვიტანო ეს მასალა, მაგრამ აი ვასაბუთებ რომ დაუშვათ ბიძინა ივანიშვილი ან კახი კალაძე ან ვიღაცა არის აი შემჩნეული აი ამ ტენდენციებში, აი მათი გეგმები, ან აი მათი გამოთქმები თუ აი მათი პოზიცია, რაც მიგვინიშნებს რომ ისინი იქეთ მიდიან. ეს ყველაფერი არ არსებობს. ნუ აქვთ გარკვეული გამონათქვამი, მაგალითად ბიძინა ივანიშვილის ნათქვამის შესახებ, რომ ანუ რუსი ხალხის არჩევანია პუტინი. და მე ახლა ის არჩევანია პუტინი, ბიძინა ივანიშვილს ან სხვებს, რასაც სთხოვენ, რომ მათ ილაპარაკონ, ეს ხო არის ის, რასაც აბსურდი, ანუ ბიძინა ივანიშვილმა მაგალითად უნდა თქვას, რატომღაც, რომ ჩვენ ხვალ შევალთ ნატოში, ხო? ეს ხო ტყუილია, ხო? ჩვენ ხო ხვალ ვერ შევალთ, იმიტომ რომ თვითონ ნატო გვეუბნება, თქვენ უნდა და ამდენი რაღაცა გაგ დასაკმაყოფილებელი. ბიძინა ივანიშვილი ამბობს მაგალითად, რომ იცით ამის დაკმაყოფილებას დრო დასჭირდება. ევროპამ რომ მიგვიღოს თავის ოჯახის ჩვენ ბევრი რამე უნდა გავაკეთოთ. არა, მოთხოვნა არის. მოგვატყუე, გითხარი რომ აი დღეს 27-ია, 28-ში იქ ვიქნებით. და ვინც არ იტყვის რომ 28-ში იქნება, ის არის ერის მოღალატე. იმან რაღაცა ისაქნა რუსული ფული შეჭამა და მე ამის შედეგად რაღაცა გააკეთა. აი ამ აბსურდში ერთი ნახატია ბოსხის, არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, კარაბლ დურაკოვ ქვია
ბრიხუთა გემი. აი გარკვეულწილად აი მთელი ეს მე ინდივიდუალურად ამ ფაზზე კი არა მთელი ეს პროცესი არის აი როგორც აი ეს კარაბლი აბსურდის ნავი რომელიც საით მიცურავს გაუგებარია. ამიტომ ნუ ყველაზე მარტივი კითხვა აქ არის არ უნდა მე პირადად არა მაქვს დაპირისპირება ამ ხალხთან. ვერ იმიტომ რომ ზღაპარს შეუძლებელია დაუპირისპირდე ხო? ადამიანი რომელმაც რაღაცა ნახა სიზმარში და თავის სიზმარს გიყვება როგორ უნდა დაუპირისპირდე რომ მაგრამ არიან ადამიანებს ჯერა ზღაპარს და სიზმრების. არ ამგონია ეს არის მდგომარეობა როდესაც იცით ჯერა მხოლოდ იმ ჯგუფს რომელსაც მოატყუეს რომ ეს არის პოლიტიკოსობა. მე ხო ხედავ როგორ ცდილობენ ისინი მართლა აი დღეს მაგალითად გამოვიდა ერთ-ერთი დეპუტატი დიასამიძე და აი იმ აბსურდს რაც ხელისუფლებამ გააკეთა დაფინანსებასთან მიმართებაში დაუმატა კიდე რაღაცა თავის პატარა დეტალი რომ იცით რა მოდი აი რაღაცა პატარა შტრიხი ეხლა თავისთავად აი იმ აბსურდს იმ გემში რო ზიხარ ხო აი იმ აბსურდულ გემში რო ზიხარ კიდე ხა პატარა შტრიხს რო დაუმატებ რაღაცას ის კიდე უფრო აბსურდულს გახდის ხო სიტუაციას, მაგრამ ალბათ მას გონია რომ მან ის პოლიტიკოსია, რომ აი ამაში შესვლა ბოლომდე და საკუთარი თავის მოტყუება და მცდელობა სხვების მოტყუების ეს არის პოლიტიკა. ამას მე ეს შემიმჩნევია სხვა შორის პირადი ურთიერთობის დროსაც, რომ როდესაც დავუშვათ არ ხარ ეთერში და არ უნდა ვიღაცას კი არ უნდა უმტკიცო, არამედ უბრალოდ აი საუბრობთ რა ხვალინდელი დღის შესახებ და არაფერი არ გაქვთ გასაყოფი. მცდელობა რომ თავი დააჯეროს და შენც მოგატყუოს ეს გონია რომ ამითი რაღაცა პოლიტიკურ აქცენტს აკეთებს და ეს მართლა შეიძლება ყოფილიყო ბოსხის დროს და შუა საუკუნეების დროს ეს ყოფილიყო პოლიტიკა რა დღეს ისეთი რაციონალური სამყაროა ჩვენი ირგვლივ ზედმეტად რაციონალური აი არც პოლიტიკური რომანტიკა არ არის ყველაფერი არის მართლა აი რაღაცა ელექტრონიზირებული დიჯიტალიზებული და აი გამართული ყველაფერი. რა დროისა ეს აბსურდში ცხოვრება, რომ აქ რუსული ფულია, რომ ეს არის შეთქმულება, რომ ბიძინა ივანიშვილი 17 წელიწადი იმიტომ აფინანსებდა ამ ხალხს, რომ მე ეს ანუ აი ამაში შესვლა, მე სულ მინდა რომ მოუწოდო ამ ხალხს, რომ ეს არ არის პოლიტიკოსობა. ეს არ არის ქვეყნის სამსახური და აქედან გამოსვლა არ არის ცუდი სხვათა შორის რა მათთვის. მართლა იგულწრფელად მინდა უთხრა რომ ნუ გონიათ რომ თუ რაღაცა კიდე უფრო გაიქნებიან ამ საქმიანობაში სადმე მივლენ არ მივლენ არსად ეს რაც შეეხება რიტორიკას გასაგებია მაგრამ თუ პრაგმატულად ვიმსჯელებთ თქვენ თქვით რომ პრაგმატულია ძალიან გარშემო ზედმეტად პრაგმატულია რატომ არ არის პრაგმატული და პრაქტიკული ის კანონები რაც ფინანსებთან დაკავშირებით მიიღეს მაგალითად დღეს იმაზეც კი დაიწყეს საუბარი რომ ამ კანონებს შეიძლება ქონდეს უკუქცევითი ძალა ანუ დღეს მიღებული კანონით შეიძლება დაუშვათ თავისუფალი დემოკრატებისთვის ან რესპუბლიკელებისთვის გუშინ და გუშინ წინ სხვადასხვა კომპანიების მიერ შეწირული თანხები დააბრუნონ ისევ ამ კომპანიებში ხო ხვალ შეიძლება ეს ხომ პრაქტიკული ხელის შეშლაა პარტიებისთვის არა ეს უკვე მომსახურეობის არიდან გასვლა არის იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც შენ კანონით შეგიძლია, რადგან ხარ ხელისუფალი, ყოველთვის შენ გაქვს რაღაცა რესურსი, რომ აი კანონით ცოტა ასე ვთქვათ, fine tuning იქვია ინგლისურად, აი ცოტა ისე შენთვის მოირგო, რომ ეხლა ესენი ასე ვთქვათ, გავიდნენ საერთოდ მომსახურების არის გარეთ. მათ შეუძლიათ მაგალითად ხვალ მიიღოს პარლამენტმა კანონი, აი ამ გემზე, რომ ყველა ადამიანს, ვისაც სახელი ბ-ზე ეწყება და გვარი ი-ზე, მაგალითად აუგზავნონ ან მისთვის ხმის მიცემა შეიძლება მაგრამ ხო აიგრძალება იმას რა თქმა უნდა მაგრამ საქმე იმაშია ეს ხო იმოქმედებს არჩევნებზე არა შეიძლება მაგალითად თქვან რომ ყველას ვისაც გვარი მიხელზე ეწყება და სახელი მიხელს და გვარის ის აბსოლუტური მონარქი შეიძლება თქვან და მეტის პარლამენტი ამას კენჭს უყრის ცოტა პატარა დებატები იქნება იქ რაღაცა არ ვიცი რაზე ოპოზიცია რაზე ესაუბრება ხოლმე ეს სხვა შორის ამ ბოლოს ძალიან ცუდ ტექსტებს უწერენ ოპოზიციას მე აღარ მომწონს ჯობია ისევ ძველი რეჟისორი დააბრუნო ის კარგად უწერდა ხო და ვისი ტექსტები არ ვიცი გიორგი თორთლაძის მაგალითად არა ნუ ადრე ბევრად უკეთესი ტექსტები იყო ბევრად მაგრამ ეთქვა მანდაც რაღაცა კორუფცია ის ვიღაცა მოხსნეს და ახალი დანიშნეს ის ტექსტებს ვინც წერს და სახე კი კარგი აქვს თქო მე მომწონს ეს დიქტორები სხვა შორის და იცით რა მინდოდა მე თქვა რომ შეიძლება კანონი მიიღო ეს არ ნიშნავს რომ სამყარო ირგვლივ მოტყუდება ის გარე სამყარო რომელიც ისე დაბეჯითებით ეუბნება რომ
დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს, ისინი ხო არ არიან სულელები. იმათ ხო ზეპირად იციან, რას ნიშნავს დემოკრატიული არჩევნები და რას ნიშნავს არადემოკრატიული არჩევნები. ანუ ეს კლიშე მარტივი რომ მე ვარ ხელისუფლებაში და მე დავწერ რომ შენ არა გაქვს უფლება იყო ალტერნატივა პოლიტიკური ამას რომ დავწერ და გავაფორმებ. ეს ხო არ ნიშნავს რომ ამას ვიღაც დაიჯერებს, ისინი ხო ჩვენზე გამოცდილები არიან. მაგრამ ხომ ატარებდნენ წლების მანძილზე ისეთ არჩევნებს, როგორიც სურდათ რომ ჩაეტარებინათ და ვინ ამბობდა რომ ეს არჩევნები არ არის დემოკრატიული? კი, ჯერ ესეთი პირველი მანამდე ატარებდნენ და მანამდე ამას მხარს უჭერდა დასავლეთი. დღეს დასავლეთი მხარს არ უჭერს ამას. მეორე ის საკითხი რომ მანამდე რაღაცების манипуляცია ხდებოდა ესე არ ხდებოდა. მანამდე დასაბალანსებელი იყო ბევრად სუსტი ძალები. საქმეც მაგაშია, მანამდე რეალურად ის ვინც უნდა ჩაგეძირა ოპოზიციის სახით, ბევრად უფრო სუსტი იყო, იმიტომ რომ შენ ქონდა შესაძლებლობა ეს ოპოზიცია მანამდე რაღაცა პატარ-პატარ რესურსებით ჩაგეძირა. დღეს შენს წინაშე დგას კონკურენტი, რომელიც შენზე ძლიერია. ბიძინა ივანიშვილი ძლიერია მათზე ფინანსურად, ბიძინა ივანიშვილი ძლიერია მათზე ელემენტარული სიმართლის მესიჯით. ნუ არ აქ თავაზობს, ეხა იმ სიგიჟეს არ ამბობს, რომ სააკაშვილი არის რაღაცა, ხო? არ ამბობს, რომ სააკაშვილი არის იმის ბანგლადეშის აგენტი. ხო, შეიძლება იგივე წარმოდებით თქვათ, ხო? ანუ რატო არ ჯერ ეს ერთი. ეხა, როდესაც შენი საგარეო საქმეთა სამინისტროში მოდის იმ ბიოგრაფიის პერსონა, რომელიც ეს ალასანიას სახით. როცა მას იქ ხვდება მინისტრი, რომელმაც ომის დროს არ დატოვა რუსეთის მოქალაქეობა. ეს ფაქტებია, ეს ხო არ არის, ასე ვთქვათ, რუსულად დომისლი, ხო, ეს ფაქტებია. აი ამ ფონზე ხო, ამ ფონზეც მაგალითად ბიძინა ივანიშვილი არ ამბობს, ვიცით რა, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო არის იმისი, რა ქვია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვეგანყოფილება, რომელიც მარტივად შეიძლება ეს ეჭვი ვინმეს გაუჩნდეს, ხო? არა ის ლაპარაკობს ფაქტებზე, ის ამბობს, რომ პრობლემა არის სოფლის მეურნეობაში, რომ პრობლემა არის დემოკრატიულ დაბალანსებაში, რომ პრობლემა არის მედიის კონტროლში, ხო? მარტივ ფაქტებზე ლაპარაკობს და ანუ მისი მესიჯიც უფრო ძლიერია, მისი ფინანსური შესაძლებლობაც უფრო ძლიერია. ეხლა ამ ძალის დაბალანსება ესე მარტივად როგორც მოხდა წინა არჩევნების დროს არ გამოვა და ამიტომ ეს ყველაფერი უკვე ძალიან თვალშისაცემია. ახლა ამ ვითარებაში ან უნდა წახვიდეს სრული აბსურდის გზით და მართლა თქვა რომ იცი რა ერთადერთი იმ ბიულეტენებს ჩავთვლით და საარჩევნო კომისია იმ ბიულეტენებს დათვლის სადაც იქნება ნაციონალური მოძრაობის ნომერი შემოხაზული და დანარჩენი ნომრები უბრალოდ არ ვიცით. ხო დანარჩენს ვერ ვკითხულობთ, მარტო ხუთიანს ვკითხულობთ. ხო და ამ ეს აბსურდი გახდა უფრო თვალნათელი სწორედ იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ძალა მოვიდა. მაგრამ დისკრედიტაციის კიდევ ერთი ფორმა აქვს არჩეული. ანუ ერთი არის რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში, მეორე არის ფინანსები, სადაც პრაქტიკულად იღებენ კანონებს, შემზღუდველს და მესამე ეს არის ასოციაცია წარსულთან. თქვენ არ გიყვართ მიხეილ სააკაშვილის კომენტირება, მაგრამ მან უკვე რამდენიმე თავის ტექსტში გააკეთა აქცენტი იმაზე, რომ ეს ახალი ოპოზიციური ძალა არის წარსულიდან მოსული ძალა. მან პირობაც მიცა ხალხს, რომ იმ ბნელეთში, უშუქობაში, უგზოობაში აღარ დააბრუნებს. მე მაინტერესებს და სხვათა შორის კადრები, ვიდეო კადრები მოაქვთ იგივე ქართული ოცნების პრეზენტაციის, სადაც ისხდნენ დაუშვათ რამდენიმე ისეთი პიროვნება, რომლებიც მათი აზრით ასოცირდება წარსულთან. რამდენად ეფექტურია აი უკვე ამ სახის რიტორიკა, თუმცა მოდით საუბარი, პირდაპირ საუბარი ამ თემაზე გავგრძელოთ რეკლამის შემდეგ, გადაცემაში რეკლამის დროა. თქვენ უყურებთ და უსმენთ პირდაპირ საუბარს, გიორგი მარგველაშვილია ჩვენი სტუმარი, ბატონო გიორგი. კიდევ ერთი სახის რიტორიკა, ეს არის ასოციაცია წარსულთან. პრეზიდენტი, რომლის კომენტირებაც არ გიყვართ, ხშირად აკეთებს ამაზე აქცენტს. ძველი პოსტსაბჭოთა მანქანა უწოდა გოკა გაბაშვილმა გუშინ, ახლა გამახსენდა ოპოზიციას, რომელშიც რამდენი ფულიც არ უნდა ჩაასხა, არანაირი შანსი არ აქვსო. ეს რიტორიკა არ არის ეფექტური თქვენი აზრით და გავიხსენებ იმას, რომ ამის დასადასტურებლად უკვე განსხვავებით დაუშვათ რუსული ფინანსებისა თუ რუსული ასოციაციებისა აქვს სრულიად კონკრეტული კადრები ფილარმონიაში ქართული ოცნების პრეზენტაციიდან, სადაც ის მაგალითად ვალერი კვარაცხელი. და წარსულის წარმომადგენელი. ვალერი კვარაცხელი რომელსაც ჯიბეებიდან გადმოსდის რუსული ფულები. ხო, ეხა
კიდევ ერთხელ ჩვენ შევდივართ აი ამ რაღაცა ზღაპრის თუ რაღაცა პოემის თუ რაღაცა იმის რეჟიმში. ვალერი კვარაცხელია და სხვა ადამიანები კიდე ბევრი ადამიანი, რომელიც წარსულში არ ვიცი, კიდე ბევრი ადამიანი არის, რომელიც გარკვეულწილად წარსულში რაღაცა როლს თამაშობდა პოლიტიკაში. შეიძლება იმ როლს, რომელიც ჩემთვის მიუღებელი იყო. ხო? პირადად ჩემთვის ესეთი დამოკიდებულება რო ავაგო, ხო? ჩემთვის ნაცმოძრაობა არის ის, რაც მე მახსენებს ჩემ ბავშვობას რაღაც 87-ში მახსოვს შევქმნით ორგანიზაცია, რომელიც ძირითადად კომკავშირს ებრძოდა და აი ეს ტიპაჟები, ვისაც ხედავთ დღეს იქ. სხვათა კომკავშირები ბევრად უფრო ლოგიკურები იყვნენ, მაგრამ აი მახსოვს რა დავდივით კომკავშირის ცეკაში იქ რაღაცებს ვაკეთებდით, რაღაცა ვუპირისპირდებოდით ამ კომკავშირულ ლიდერებს. ესენი იმას მახსენებენ, მაგრამ ამ ტიპაჟებს რომელსაც არ ვეკამათები, ხო, ვალერი კვარაცხელია იქნება, თუ ახლა გვარები არ მახსოვს მე მათი, მაგრამ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც შენ შეიძლება პოლიტიკურად არ მოგწონდეს, არც მათი წარსული, არც დღევანდელი შეხედულება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი სწორედ ქართული ოცნების დაფუძნებაზე იყო საზოგადოების შეკრაზე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ის რაც გააკეთა თავის დროზე სააკაშვილმა და მერე ეს გახდა რაღაცა იცით რა მისაღები არის აბსოლუტურად ესეთი საძაგელი საქციელი, როდესაც შენ ხალხს ყოფ რაღაცა პლასტებად, ვიღაცა ჩასარეცხია, ვიღაცა წინ წამოწაწევია, ის რაც გააკეთა ამ თავრობამ, თუნდაც მამათა აი მშობლების თაობის მიმართ ისინი სამსახურებიდან დახსნა. ეს იმხელა გარყვნილებაა, რომელიც არ მომხდარა ისტორიაში. ყოველთვის იყო დაპირისპირება, იგივე ილია ჭავჭავაძის დროს გვახსოვს წაგვიკითხავს, ეს არის მამათა და შვილთა ბრძოლა, მაგრამ რეალურად შენს მშობელ თაობას უბრალოდ გააკრობ, ეს იმხელა მენტალური გარყვნილებაა, იმხელა პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, რომელსაც გამოსწორება სჭირდება. და ქართული ოცნების აქცენტი მაგაზე იყო, რომ მომავალ საქართველოში ის კი არა შენ იქნები პრემიერ-მინისტრი, როცა ხარ ვალერი კვარაცხელი ან დაუშვათ რომელიღაცა კიდე სხვა არ ვიცი, ვინ დავასახელო, რაღაც ვიღაცას არ ვაწყერინო, მithontes თუნე გვარები მეშლება, ხო და მე მინდა უბრალოდ მაყურებელს გაგაცემს დასაწყისში, როცა თქვენ თამაზ დიასამიძე ახსენეთ ის ხაბახაბაზის ინიციატივა. ხო და აი რამე რო არ შემეშალოს, უბრალოდ ვამბობ, აი ეს ძველი სახეები, რომლებიც სხვათა შორის მაგად გვერდით ბევრად უფრო იდგნენ, ვინც დღეს იქ არის. დაწყებული აი კომკავშირის სკოლიდან გაგრძელებული შევარდნაძის მთავრობით ძალიან კარგად იყვნენ ყველანი ერთად, მაგრამ მაგაზე არაა საუბარი. არ შეიძლება გამოხშირო შენი ხალხი. ჩვენ ისედაც გამოხშირულები ვართ, ხო? ჩვენი მოსახლეობის მილიონი ადამიანი წასულია ამ ქვეყნიდან. ვინც დარჩა კიდე ისინი აი ესე დავანაწევროთ, ამას FSB-ს აგენტი უწოდოთ, იმას არ შეიძლება. მომავალ საქართველოში და იმ ოცნებაში, რომელზეც არის ლაპარაკი, იქ ყველასაა აქ ადგილი. მაგრამ ეს ანიშნავს, რომ ყველას იქნება გადამწყვეტი სიტყვა. და ამ ხელისუფლებისთვის და კიდევ ერთხელ არ მინდა მე იმ ხალხის ყოლა, იმიტომ რომ არ მინდა ამ ბრიყვთა გემის ნაწილი ვიყო და რეალობად აღვიქვა ის, რასაც ისინი საუბრობენ. მაგრამ ეს გემი, ხო? ამ გემის კაპიტანი არის ადამიანი, რომლისთვისაც მისაღები მხოლოდ მისი აზრია და სხვა ყველა აზრი მისთვის არის გასანადგურებელი. ეს არის ადამიანი, რომელმაც მიიტაცა არჩევნები, გააყალბა ხალხის ნება. ეს არის ადამიანი, რომელმაც მიიტაცა ელემენტარულად ქონება. ხო? აი ეს ქონება, რომ ადამიანის ძირითადი უფლებებიდან ამ ხელისუფლების პერიოდში მიტაცებული არის ადამიანის მთავარი უფლება, სიცოცხლის უფლება. ხო? ადამიანები, ვინც მოკვდნენ ამ ხელისუფლების ხელიდან, როდესაც მათ ადეკვატურად არ სჯი, ეს ნიშნავს, რომ შენ მიიტაცე ამ ხალხის უფლება სიცოცხლისათვის. არის ეგეთი კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ბედნიერების უფლება. ბედნიერების უფლებაზე ლეგიტიმურად ართმევენ ამ ადამიანებს. მიტაცებული არის მედია, ხო? ბიზნესი, აი ამ რეალობაში, ხო? აი ამ სამყაროში კიდე ასეთ ჩავერთოთ ამაში და ამას თვალი არ გაუსწროთ, ჩვენ ვერ ვიქნებით ნორმალური, ხო? ჩვენ უნდა ამას ყველაფერს ამას ქვია აი ყველაფერს, ეს არის უზურპაცია, ხელისუფლების უზურპაცია. ამ ადამიანს ქვია უზურპატორი, ანუ ადამიანი, რომელიც იტაცებს, არალეგიტიმურად ხდება ქვეყნის მმართველი.
არალეგიტიმურად გვართმევს ჩვენ არჩევნების უფლებას, არალეგიტიმურად გვართმევს ჩვენ ქონებას, არალეგიტიმურად გვართმევს სიტყვის თავისუფლებას, არალეგიტიმურად გვართმევს ფიქრის უფლებას. მაგრამ ამ ვითარებაში უნდა მოხდეს არჩევანი, ხო? ხალხმა ამ ვითარებაში უნდა გააკეთოს არჩევანი. დიახ, არჩევანი აქ რა გასაკეთებელია? არჩევანია გასაკეთებელი? როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება? ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არა რაღაც აი დაპირისპირებით, არამედ ძალიან დიდი ძალის გაერთიანებით. მაგაზეა დღეს საუბარი. დღეს საუბარია ერთი ვიყოთ უზურპატორის გვერდით და მას შეუწყოთ ხელი ჩვენი უფლებების, ქონების, ცხოვრების, ბედნიერების უზურპაციაში. რაში ჩვენ ვიხდით რეალურ საფასურს. რეალური საფასური ნიშნავს იმას, რომ შენსას აძლევ იმას. ოღონდ არაფერს ამაში არ იღებ. ან ამ აბსურდის აი ამ გემის ნაწილი უნდა ვიყოთ, რომელიც ვიღაცა ჩახტება, გადმოხდება, ხო, იმ გემზე ბევრი საინტერესო რაღაცა ხდება. ან ელემენტარულად ვთქვათ, რომ არა ხალხო, ჩვენ ელემენტარული გვინდა, ჩვენ გვინდა ელემენტარული სიმართლე, ელემენტარული იმის თვალის გასწორება, რაც ხდება, ხო? და რაც ხდება, ეს არის, რომ ჩვენ ვართ ერთი პატარა ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, რომ თავის თავს მიხედოს. და არ ვიყოთ მუდმივად სტრესში და ერთმანეთის დაპირისპირებაში და მე არ ვხედავდე თქვენში რაღაცა დრაკონს თუ იმას აქვია რაღაცა გველეშაპს და ამას არ ვიგონებდე, მე საკუთარ თავს არ ვაჯერებდე, მე უცებ გიორგი სააკაძე არ მეგონოს ან წმინდა გიორგი საკუთარი თავი და არ დავქროდე აქეთ-იქეთ იმითი რა ქვია გაგიჟებული სახით. აი რად გვინდა ეს ყველაფერი? ამას ვერ ვხვდები. ანუ იმ ადამიანებს ვის აქვს არჩევანი? არავის არ აქვს დღეს არჩევანი. დღეს ძალიან მარტივია. ან ამ აბსურდს ვამთავრებთ. და აი როგორ ვამთავრებთ? ელემენტარულად არჩევნებით ვამთავრებთ. მაგრამ თუ არჩევნები ჩატარდა ამ გემზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მაშინ რამდენად რეალურია ხელისუფლების შეცვლა? აბსოლუტურად რეალურია, იმიტომ რომ როგორც კი კრიტიკული მასა მიხვდება და არავის არ უნდა ამ სიგიჟეში ცხოვრება, ეკა მართლა არავის არ უნდა. ეხლა შეიძლება მართლა რამდენიმე პოლიტიკოსი ეხლა კიდე გვარები მეშლება, მაგრამ რამდენიმე პოლიტიკოსი თulis რომ რაღაცას რომ მოაკვარახჭინებს რაღაცას, ხო? ვენეციის კომისიამ ეგ თქვა, მაგრამ იქ იგულისხმა და იქიდან აეს და რაღაცას რომ მოიფიქრებს, ხო? რაღაცა ამაში არის პოლიტიკოსობა. ხო, ნუ კარგი, ხარაშო, ეხლა შეიძლება ეგრე გეგონოს, მაგრამ ცირითადად არავის არ სიამოვნებს სიგიჟეში ცხოვრება. როგორ შეიძლება გეგონოს რომ ომი მოიგე, ეკა, ნუ ეხლა და აი წყნარად ჩვენთვის დადიოდე და სიამოვნებდეს რომ დილას რომ გაიღვიძებ და უნდა გაიხსენო რამდენი აი წარმოგიდგენთ ადამიანი დილას რო იღვიძებს, ხო? ხო პირველ რაღაცას უყურებს, რეალობაა მის თვალწინ. ეხლა წარმოგიდგენია რომ იღვიძებდე და ეს ყველაფერი კონდეს გასახსენებელი გუშინ რასისულელეებით თქვი, ხო? რომ რაღაცა რუსეთი, ეს ხალხი არიან დრაკონები, 300,000 FSB-ს აგენტი, ომი მოვიგე, შენ კიდე რა, ეხა რაღაცა რუსული ფული, ორბიტა, ეს ამით ყველაფერი თქონდა დაიტენო თავი, იმიტომ რომ ძალაუნებურად ეხა ფსიქიკამ ეს ყველაფერი ნორმაზე მოგიყვანა, ხო? კბილები არ დაგავიწყეთ და ღიმილიანი საქართველო. ხო, ეს იგი ისე აქვს, ესე იგი გასაკეთებელი, ესე იგი რა მაგ დღეს გასაკეთებელი, ესე იგი 1-2 რუსული შეთქმულება უნდა გავხსნა. 1-3-4 FSB-ს გადარიცხვა მოვაჩინო და ბარემ დავპლომბო კიდე 1-2 დავაბჟინო 1-2 კბილი. ეხლა წარმოგიდგენთ როგორია ყოველდღიურ დილას აი ესე გაღვიძება და სამსახურში წასვლა. ეს და მე კიდე ოპოზიციისთვის ტექსტი უნდა დაწერო. ეს ყველაფერი კიდე ცოტა შეცვლილი იმის. ნუ აი ძალიან ოპოზიციას რაც შეეხება, ანუ გასულ წელს აქტიური რაღაც ტენდენციები იყო ოპოზიციასთან მიმართებაში. გახსოვთ ის კბილებზე? პეტრე პირველს ხო და გადაიკიდა მთელი ბოიარები მაგის გამო. რა შეიძლება? ის ქართველი იყო ალბათ, ნაირი. რას ბზანებდით კონდიში? ოპოზიციაზე მინდოდა გვესაუბრა. რა დღეშია? სულ სხვანაირად დაიწყო წელიწადი ოპოზიციისთვის საქართველოში. იყო სხვადასხვა ტენდენციები, იყო რამდენიმე გაერთიანების მცდელობა და შემდეგ წლის ბოლოს უბრალოდ შემოდგომაზე ყველაფერი შეიცვალა. აბა როგორ ფიქრობთ, ანუ დაიცხრილა დღეისთვის ოპოზიციური სპექტრი? ან საწავიდნენ ის ძალები, ვინც დაუშვათ რევოლუციური რიტორიკით გამოირჩეოდა? ხო, იცით რა მოხდა, რომ მან რამდენიმე მომენტია სააკაშვილმა მიიყვანა ეს ოპოზიცია იმ მდგომარეობამდე, რომელიც თვითონ მოსწონდა. სხვა შორის თუმცა სულ ამბობდა, რომ მე მინდა რომ ძლიერი ოპოზიცია მყავდესო. ძალიან უნდა, იმიტომ ეგ იყო მისი აი ოცნებობდა ამას და ამ იმისთვის რომ ეს კარგით მომხდარიყო წვრთნიდა ამ ოპოზიციას. ანუ მაგალითად, როგორ უნდა, ანუ სააკაშვილმა შეიძლება დაწეროს სახელმძღვანელო. როგორ უნდა გაცვლოს კარგი ოპოზიცია.
პირველი უნდა გადაუკეთო დაფინანსების წყაროები, დაუყენო მათ ყველას ჯუჩოკები, კომპრომატები ამოაგდო მათზე, დაუჭირო ისინი რა ქვია პარტიის წევრები და მერე დაუწერო ტექსტები. აი ეს ხუთი. შეიძლება კიდე რაღაცა იცის თვითონ, არ ვიცი, მაგრამ ბუნებრივია. სააკაშვილს უნდა და ის რაც უნდა და მას უნდა და ავტორიტარული რეჟიმი, რაც გულისხმობს იმას, რომ ოპოზიცია არის ყოველთვის იმ ნიშნულს ქვევით, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებია. ანუ ოპოზიცია თამაშობს ანტურაჟის როლს. ეხლა უნდა და რომ ბრუნიჭიერები ყოფილიყვნენ, თვითონაც რაღაცა გაეკეთეს. ესენი აბსოლუტურად ფეხი-ფეხზე გადადებულები ელოდებიან, რომ რას დამიწერ, თვითონ აღარაფერს აღარ წერთ. გაუსაქმურდნენ საშინელ დღეშია სააკაშვილი. საარჩევნო კამპანიას თვითონ ატარებს, დარბის თვითონ ხსნის ამ სხვა ფეისი არ აყავთ. ახლა უნდა ისაქნა რა ქვია, დაახატო მთლიანის გეოპოლიტიკური გეგმა რუსეთს, სად უნდა ისაქნა, გადაუკეტო რომელი ენერგომატარებელი. ზევიდან ამ ოპოზიციას ტექსტი უნდა დაუწერო, მართლა ეს კაცი ნამცარამ ზავრედნეს მალაკო ბისპლატნა დადავიდავაძე. ეგეთ დღეშია, ყველაფერს თვითონ აკეთებს, სვაჯის მართლა ნიჭიერი ადამიანი, ხო და ამ ვითარებაში ხა რა გითხრათ, ეგ არაფერი რეალურად ოპოზიციას შანსი არ ქონდა, არა იმიტომ რომ ან ცუდი ხედვა აქვს, ან შიგნით არის უხარისხო ხალხი თავმოყრილი, არა. უბრალოდ ავტორიტარულ სახელმწიფოში ორი არჩევანი გაქვს. ან შენ რეალობას უსწორებ თვალს და ამბობ, რომ პრეზიდენტი არის უზურპატორი და შესაბამისად მე ვერთიანდები იმისთვის, რომ აი ეს რეალობა შევცვალო, ეს ერთი არჩევანი. რა ოპოზიციაც ქონდა დაუშვათ ეროვნულ მოძრაობას კომუნისტების დროს, იმიტომ ის სხვა ტიპის თავრობა იყო. ხა კომუნისტებთან ხო არ მიდიოდა კამათი იმის თაობაზე, რა ტიპის ეკონომიკა ყოფილიყო, ან რა ტიპის ხო იქ სხვა რამე მთავარია შენ რომ ეს უზურპაციის რეჟიმი შეცვალო და წაართვა უზურპატორს ის რაც მან შენ წაგართვა. ეს ერთი რეჟიმია. ან მეორე თუ შენ უცებ ამ რეალობას აღიქვავ რომ თურმე აქ საკამათო არის რაღაცა ისეთი თემები, რაზეც შვეიცარიაში და ნორვეგიაში კამათობენ პოლიტიკური პარტიები, ხო? მაშინ ნიშნავს რომ შენ ამ გემზე ადიხარ და ხარ ამ გემის ნაწილი. და თუ ხდები ამ გემის ნაწილი, ბუნებრივია რომ შენ ხარ ან იუნგა, ან რაღაცა ესეთი ვერ ხდები შენ იქ კაპიტანი. კოკი მაგალითად. კოკი, ხო, კოკი. კარგით, კიდევ ერთი ჩვენი საუბრის ბოლოს, მე მაინტერესებს გაერთიანებაზე საუბრობდით ოპოზიციის. ანუ ბიზნესმენშულმა რამდენიმე სახის ურთიერთობაზე ისაუბრა ოპოზიციასთან, ანუ არის პარტნიორობა, არის თანამშრომლობა, არის უბრალოდ ურთიერთობა. არის რაც თავარია ალიანსი, რომელსაც ჯერ აკლია ერთი პარტია, ივანიშვილის პარტია. როგორ ფიქრობთ, უნდა გაერთიანდნენ ძირითადი ოპოზიციური ძალები აი ამ ალიანსის გარშემო? თუ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, რაღაცა ცხრილი, რაღაცა ვთქვათ ნიშნული, რის მიხედვითაც ზოგი მოხვდება აქ და ზოგი ვერ მოხვდება. ანუ რას ითხოვს დღეს საზოგადოება? მაქსიმალურ გაერთიანებას დაუშვათ თავისუფალი დემოკრატების, რესპუბლიკელების, თუნდაც ფორუმის ან იმ ძალების, რომელთა ბედი ჯერ ჩვენ არ ვიცით სად იქნებიან. თუ ითხოვს, ანუ რაღაცა ნიშნულის ქვეშ მყოფი ძალების გაერთიანებას, ანუ რაც უკვე მოახდინა პრინციპში ივანიშვილმა, როდესაც თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები დაიყენა გვერდით. გასაგებია შეკითხვა. ეკა რთული ვითარება. საქმე ისაა, რომ პირველ რიგში ჩვენ გამოვდივართ სიტუაციიდან და ამ სიტუაციაში არის შემდეგი რეალობა. ან შენ ავტორიტარიზმს ებძვი და ეს არის სწორედ ბრძოლა იმისთვის, რომ გადაწყდეს ავტორიტარიზმი და დემოკრატიის რაღაცა ფორმა მივიღოთ. ეხლა შინაარსობრივად მოდით აქ დავსვათ აქცენტი. ავტორიტარიზმის გადატეხვა და დემოკრატიის ფორმის რაღაცა ფორმის მიღება ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობა არ იყოს ერთი ძალის ხელში. ეს არის რაც არის მისაღწევი, იმიტომ რომ გამოვიდეთ ამ აბსურდიდან. ამას გარკვეულწილად გამოხატავს ის ქართული ოცნება, სადაც ყველა არის გაერთიანებული. თუმცა ეს საზოგადოებრივი მოძრაობა. ეს არის პოლიტიკური მიზანი. ეხლა სხვა არის, როდესაც შენ აერთიანებ პოლიტიკურ პარტიას. იმიტომ პოლიტიკური პარტია განსხვავებით საზოგადოებრივი მოძრაობისგან ის ხალხია, რომელიც ხვალმოვა ხელისუფლებაში, ესენი იქნებიან მინისტრები, ესენი იქნებიან დეპუტატები, არა მარტო პასუხისმგებლობა, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ჩემ ცხოვრებაზე იმოქმედონ. მაშინ, როდესაც ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მისაღებია ყველა ტიპის, ყველა წარსულის ქართველის ერთად გაერთიანება იმისთვის, რომ რეალობა გამოვიდეთ აბსურდიდან და რეალურ საქართველოში შევიდეთ, ჩემთვის არ არის მისაღები, რომ ყველა პოლიტიკოსი იყოს ხვალ გახდეს მინისტრი. მარტივად რო ვთქვათ,
არ მინდა რა გვარების დასახელება, მაგრამ შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი ჩემთვის მიუღებელია დღევანდელი ოპოზიციიდან რომ გახდეს მინისტრი. ამიტომ იქ ბევრად მეტი სიფაქიზეა საჭირო. იმიტომ რომ უნდა მოხდეს გაცხრილი. რა თქმა უნდა მოხდეს. იმიტომ რომ როდესაც შენ უკვე პოლიტიკური პარტია ხარ, შენ ხარ მომავალი გადამწყვეტი ჩემი ცხოვრების და თქვენი ცხოვრების. ამიტომ იქ სწორედ პოლიტიკური აქცენტები ბევრად უფრო ისე კრიტიკულად უნდა მოვთხოვოთ და ბევრად უნდა მეტად შევხედოთ იმ ინდივიდებს, ვინც იქ იქნება. მაგრამ პირველი პოლიტიკური მიზანი არის ის, რომ დამთავრდეს ავტორიტარული რეჟიმის სუსტი, უნიჭო ავტორიტარული რეჟიმი საქართველოში და უზურპატორისგან წამოვიღოთ ის ბევრი რამე, რაც მან ჩვენგან წაიღო მედიის, ქონების, სიცოცხლის და რაც თავარი ბედნიერების სახით, რომელიც ასე გვჭირდება ახალ წელს. ძალიან დიდი მადლობა. გიორგი მარგოვაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. რეკლამის დროა გადაცემაში. რეკლამის შემდეგ პატა ზაქარიაშვილთან ერთად დავბრუნდებით. თქვენ უყურებთ და უსმენთ პირდაპირ საუბარს. პატა ზაქარიაშვილია ჩვენი სტუმარი. ბატონო პატა, მოგესალმებით. საღამოშიდობის. განათლებული და გაცეცხლებული ქალაქის მაცხოვრებლები, რომლებმაც დაიწყეს საკუთარი პოლიტიკური ძალის აღქმა, რომლებსაც სჭირდებათ სახელი, პროგრამა და სახე. ასე ახასიათებენ რუსი ანალიტიკოსები მოქალაქეებს, რომლებიც მოსკოვში გამოხატავენ პროტესტს. მე მაინტერესებს თქვენ როგორ დაახასიათებთ რა სიტყვით, როგორც იმ პოლიტიკურ ძალებზე, ასევე საზოგადოების იმ ნაწილზე, ვინც დღეს არის საპროტესტო მუხტის მატარებელი რუსეთში. განათლებული ნამდვილად არიან, გაცეცხლებულს ნაკლებად ვიტყოთ, იმიტომ რომ გამოღვიძების პერიოდში არიან. აშკარად ჩანს, რომ მათ დაიჯერეს, რომ რუსეთში შეიძლება რაღაც გარკვეული ცვლილებების განხორციელება. ძალიან მცირე რუსხვანი არიან სამწუხაროდ, მთელი რუსეთის მასშტაბით 50,000 კაცი იკრიბება რეალურად, როცა ჩვენთან 100,000 კაცი იყო და ჩვენმა ხელისუფლებამ როგორც პუტინმა ისე მოიქცა და ზედარ უყურებს ზოგადად და პუტინმა კიდევ უფრო შეურაცხყოფილად მოიხსენია ხალხი, ვიდრე სააკაშვილი მოიხსენიებდა მომიტიგებს თბილისის ქუჩებში გამოსულს. აშკარად რუსეთში რაღაც საინტერესო პროცესები ხდება, რაც აუცილებლად მოახდენს გავლენას პოლიტიკურ კონტექსტზე, მაგრამ არა იმდენად რომ შეიცვალოს რუსეთი, არამედ მოხდეს მოდერნიზაცია დემოკრატიის გარეშე. გარკვეულწილად ლიბერალიზაციაც კი დემოკრატიზაციის გარეშე, აქეთკენ მიდის და ამიტომ საინტერესო მოძრაობები სწორედ დღეს მოხდა ძალიან საინტერესო, აქვია, პროცესები, სურკოვი შეიძლება ითქვას გადადგა კი დანიშნეს ვიცე-პრემიერად, მაგრამ ვის ადგილას მას ჰქონდა ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო, მაგრამ მართავდა როგორც სუსლოვი იყო, როგორც ბუკერია ადგილ საქართველოში, აი ესეთი პოზიცია ეკავა სურკოვს 10 წელზე მეტია და ის მართავდა მთელ ამ რეგიონებში მიმდინარე პროცესებს, გუბერნიაში მიმდინარე პროცესებს, არჩევნებს და ასე შემდეგ. ყველაფერი მის ხელში იყო და უცებ გადაყვა ამ საპარლამენტო არჩევნებს და დაინიშნა ვალოდინი, რომელიც უფრო კაც პოლიტიკოსად ითვლება. ანუ აშკარად პუტინი ემზადება არჩევნებისათვის, თანაც მისი დღევანდელი განცხადებები აშკარად ჩანს, რომ მას უნდა ერთი მხრივ გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს, ანუ აშკარად გრძნობს, რომ იოლი არ იქნება გამარჯვება. ამიტომ ეს მძიმე გამარჯვება, რომელიც მას დარწმუნებული რომ მიიღებს, უნდა გააფორმოს დემოკრატიულად. და მე არ გამოურცხავ, რომ მიდის მეორე, ანუ უშვებს მეორე ტურს. არ აწყობს მეორე ტური, მაგრამ როგორც ეხლა ბევრს არ ახსოვს, მაგრამ ძალიან დრამატულად გამართარდა რუსეთში მოვლენები 96 წელს, როცა ელცინი კიდევ დამარცხდა, ხო? სხვა შორის ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, პირდაპირი პარალელია 96 წელთან, მაგრამ მაშინ საქმე იმაშია, რომ ყველაფერი ეს უკავშირდებოდა ქონების გადანაწილებას და ეხლაც ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ არეულობა რუსეთში ისევ უკავშირდება სწორედ ქონების გადანაწილებას. ჩვენ გვახსოვთ მაშინ დასუსტებული ელცინი, რომელიც ოლიგარქების ბერეზოვსკი იყო ერთ-ერთი მთავარი ოლიგარქი, რომლის მხარდაჭერითაც მოვიდა უკვე სუსტი ელცინი ხელისუფლებაში და ამას შემდეგ მოყვა ქონების ხელახალი გადანაწილება. დღესაც საუბრობენ ამაზე, რომ პროცესი არის მსგავსი და ისევ მიზეზი არის ქონების გადანაწილება. ეს არის ექსპერტთა ერთი ნაწილის ვარაუდი. მე მაინტერესებს თქვენ თუ ეთანხმებით. მე არა ვარ რუსეთის სპეციალისტი, მაგრამ მაინტერესებს ის რაც ხდება, ჩვენ ყველა პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოვედი და ჩვენ როგორც რუსეთია ჩარჩენის საბჭოთა ჩვენც ვარ ჩარჩენის საბჭოთა კავშირში, ჩვენ უფრო მოდერნიზირებული საბჭოთა კავშირია და კიდე განვითარებული საბჭოთა კავშირი, ანუ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს და ამიტომ ბევრი რამე საწყდება რუსეთში, მე ჩვენ ვხედავთ აქ პუტინი ბაძავს სააკაშვილს, სააკაშვილი ბაძავს პუტინს და მოკლედ ეს თავ წუწაობაში ვარ და ყველა მხიარული ვარ. მოკლედ რა თქმა უნდა რუსეთში მიმდინარე პროცესები ზოგადად საინტერესოა და ჩვენზე ახდენს გავლენას. მე მგონი რომ რუსეთში უკვე ქონება გადანაწილდა, ოლიგარქები უკვე ბუნებრივად წარმოიშობიან, ხელოვნურად აღარ წარმოიშობიან, შემთხვევით არ წარმოიშობიან, ერთმანეთს ამრავლებენ და რაღაც გარკვეულ ლოგიკას ექვემდებარება ყველაფერი ეს. დღეს უკვე გადანაწილებული ქონების შემდეგ ხდება მეორე ტალღა უკვე ამ გადანაწილებული ქონების
სამართალში როგორც თავის დროზე როკფელერები ესენი იყვნენ ამერიკაში ხო დიუპონები ესენი როცა რაღაც გარკვეული მონასისები ხო რაღაც მოიპოვეს რაღაც კაპიტალი შემდეგ ხდება მის უკვე დაკანონება გათეთრება ამ ფონზე ხდება ეხლა მათ ამ ყველას უნდა ნორმალურ პოლიტიკურ კალაჩი ჩადონ ყველაფერი ეს და რათა არ დაიკარგოს და მე არ მგონია რომ რაღაც ხელახალ გადანაწილება მოხდება ძალთა გადანაწილება პოლიტიკაში თავი ამოცანა დღეს პუტინის არის როგორმე არ მოუშვას ახლოს იგივე კომუნისტები ჩვენ მაგალითად როცა გვიხარია რომ პუტინი ვითომ მარცხდება ვის ვინ აყავს ოპონენტები ძირითადად არალიბერალები რომელიც 5-6%-ს ვერ აგროვებენ არამედ კომუნისტები რომელიც იმუქრებია საბჭოთა აღდგენით, ანუ შეიძლება არა სივრცეში, მაგრამ რუსეთში ნამდვილად, ანუ უფრო მეტად კომუნიზმისა და უფრო მეტად სოციალიზმის დაბრუნებით, ანუ უფრო მეტად კაპიტალიზმის საწინააღმდეგო თქვათ ასე ნაბიჯების გადადგმით და მე ჟირინოვსკი მოდის ფაშისტი საერთოდ, რომელიც კასმოზული ადამიანი, რომელიც საერთოდ ვერ იტანს ვერცეთ არა რუსს, თქვათ ასე, ვინც არ უნდა იყოს ეს ქართველი იქნება თუ სხვა იქნება. ანუ აი ეს არის მისი ოპონენტები. ამ ფონზე თქო და პუტინი სპეკულირებს დასავლეთის წინაშე, ნახეთ ვინ აყვას ოპოზიცია. განსაკუთრებით თქვენ ეს გინდათ, ანუ აშილება არც მე არა ვარ იდეალური, მაგრამ სხვები კიდევ უარესები არიან. მაგრამ მხოლოდ ჟირინოვსკი, მხოლოდ კომუნისტები ხომ არ არიან ოპოზიციაში. ხო, მაგრამ დანარჩენი უფრო სუსტები არიან, ანუ შანსები რომ ეს მოვიდნენ, ამიტომ პუტინი როგორც მე ვხედავ, ეხლა ცდილობს მოახერხოს შექმნას რაღაცა ცენტრი, აი რაც მე თქვი, რეფორმატორ მოდერნისტებისა, რომლებიც არ არიან თავს ამოიკლავენ დემოკრატიული ინსტიტუტებისათვის და აი კუდრინის კუდი პროხოროვის ტანდემი, ხა ტანდემები ძალიან უყვართ ეხლა მოსკოვში ეს პუტინისა და მედვედევის, ეხლა აშკარად კუდრინ პროხოროვის ქვია კანტან ძალიან საინტერესო წამოვიდა წინ. გამოჩნდა მიტინგებზე კუდრინი გამოვიდა და აღიარა რომ არჩევნები ჩატარდა უსამართლოდ. ლიბერალური ფრთის ლიდერად მიიჩნევა. უნდა ეს ელექტორატი ლიბერალური რა თქვით როგორმე მოიპყრონდა თქვა რომ კი შეიძლება ამ წუთში რუსეთი არ არის მზად დემოკრატიისათვის, მაგრამ სამაგრო მზადად რაღაც გარკვეული რეფორმებისათვის, რათა არ მოუშვან ხელისუფლებაში ჟირინოვსკები და აი კომუნისტები. აქეთკენ მართავს პუტინი და არ გამორიცხავს რომ შეიძლება მეორე ტურში დაჭირდეს ლიბერალების ხარდაჭერა. იმიტომ რომ როცა აღმოჩნდება როგორც ელცინი აღმოჩნდა რომ ზუგანოვის წინაშე პირისპირ და მაშინ ლებედევი დაეხმარა ლებედი დაეხმარა გენერალ ლებედი დაეხმარა და გადაარჩინა იმდროინდელი რუსული დემოკრატია თქვა ასე ხო დიახ და ქვია მესამე ადგილზე გავიდა მაშინ მოლოდი ყოველთვის ლებედი სწორედ ამ ფონზე პუტინი არ გამორიცხავს რა მეორე ტურს ჭირდება წინასწარვე დაიბევოს ლიბერალების და დემოკრატიული ფრთის ამორჩეველი რათა კრიტიკულ სიტუაციაში მათი მხარდაჭერა მიიღოს. ანუ კუდრინი, პროხოროვი, იავლინსკი, იგივე მირონოვი, ესენი ყველანი არიან კრემლის პროექტები? არა, იავლინსკი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუმცა ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ იავლინსკი მე ასე ღრმად კი ბატონო, მე ასე ჩემ თავს ასე ღრმად ვერ ვიცი უფლებას ასე განსაზღვრო, მე მაინც უფრო საქართველოს საშინელი პროცესები ვიცი კარგად არა რუსეთს, მაგრამ როგორც არც მე ვიცი, იავლინსკი მაინც ცდილობს რომ რუსეთში გადაარჩიოს ლიბერალური ღირებულებები და მართლა ლიბერალ დემოკრატიული მართულება და უპასუხოს იმ გამოწვევებს და იმ ხალხს, ვინც ამ ღირებულებებით უდგულობს და ამ ღირებულებებით უნდა რუსეთი გაიყვანოს ფონს. მაგრამ მას ხარ გზად თუ მართლა გამოვალი ხდება მეორე ტური, აშკარად იქნება მეორე ტური და დაინიშნება, იავლინსკისაც მოუწევს თავის ამორჩეველს მის მიმართოს, რომ დღეს პუტინი გვირჩევნია იგივე ზუგანოვს. ახლა ჯერ კიდევ მე მგონი უფრო ზუგანოვი აქ შანსი მეორე ტურში გავიდეს, მაგრამ საინტერესო დრამატული შეიძლება პროცესები წავიდეს. ამიტომ პუტინს დღეს სჭირდება თავის აგრესიულობა უკან ჩაწიოს შედარებით და წინ წამოწიოს უფრო ვითომ და ლიბერალური რაღაც გარკვეული განწყობები და ამიტომ ასეთ ადამიანს როგორც არის კუდრინი გვერდში იყენებს თუ არა შორს არ უშვებს თავისი ორბიტიდან. თუმცა არის კიდევ ერთი ფიგურა, ეს არის ალექსეი ნავალნი, ახალგაზრდა ბლოგერი, რომელსაც ასევე გამოთქვა პრეზიდენტობის სურვილი. მაგრამ აი ამ ფიგურაზე რა სიტყვით? მე მგონი ეს ხოლმე ძალიან კარგი კეთილშობილი ნაბიჯია, რომელსაც არავითარი შანსები არ აქვს, რომ გაიაროს რეგისტრაცია. მე ჩვენპარება რომ მან მოახერხოს სერიოზული ხმების აღება, რომ რუსეთი, მოსკოვი და პეტერბურგი არა მარტო. რუსეთი არის დანარჩენი. ანუ მოსკოვი და პეტერბურგი სულაც რომ არ არის რუსეთი. რუსეთი სულ სხვა არის, ვიდრე მოსკოვი და პეტერბურგია. ამიტომ ბუნებრივია ნავალნი რუსეთისთვის არაფერი არ არის. ვერც კი მიხვდებიან ვინ არის, ვერც კი გაიგებენ ვინ არის. დღევანდელ პროცესებს ტემპერატურას წევს რუსეთში ორი ძალა, ანუ პუტინი და მედვედევი ცდილობენ ტემპერატურა დააგდონ და ორი ძალა წევს ტემპერატურას. ეს არის ნაციონალისტები, როგორც კავკასიელი ნაციონალისტები, ისე რუსი ნაციონალისტები, ნეოფაშისტები, უფრო ნეოფაშისტად გადადიან და ეს არის ლიბერალები. აი ამ ორ ძალას, ანუ ნაციონალიზმი ერთი მხრივ, რომელიც იყოფა კიდევ ორ ნაწილად და მეორე მხრივ ლიბერალიზმს შეუძლია მუდმივ დაწიონ ტემპერატურა. ნაციონალიზმი კიდია გამოხმაურება რუსეთში და მათ შეუძლიათ მაგალითად დავარბიოთ კავკასიელები, ლეზულოზუგით ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში. ან და კავკასიელებს შეუძლიათ რაღაც პრობლემები შეუქმნან, მაგალითად
თქვათ ასე მშიშარა რუსებს, რომლებიც გაურბიან მათ აგრესიას, მაგრამ ლიბერალებს არ შეუძლიათ ეხლა ამ ხალხა მიტინგები ვერ ჩატარდებოდა, მარტო ლიბერალები ყოფილიყვნენ. ნიკომუნისტებმა და ჟირინოვსკიმაც გამოიყენა, კომუნისტებმა განსაკუთრებით თავისუფლად გამოიყენა და ამიტომ იყო ესეთ ხალხურავალ და მაინც არ იყო ესეთ ხალხურავალ, როგორც რუსეთს უნდა ჭირდებოდეს, როცა ასე ამ ხელა სახელმწიფოა და ამდენი პრობლემა მოუგვარებელი. რეალური მიზანი თქვენი აზრით რა არის ამ პროტესტის? ნუ ერთი არის მოთხოვნები, რაც 24-ის დააყენეს, ეს არის CSKO-ს თავმჯდომარის განთავისუფლება, არჩევნების ხელახლა ჩატარება. მაგრამ ეს არის უფრო მთავარი თუ ის რომ დასუსტდეს არსებული ხელისუფლება, ის რომ პუტინის დისკრედიტაცია მოხდეს უფრო მეტად? არა, მე მგონია გაკვირვება მართულიც არის. პუტინს ძალიან არ გაუჭირდებოდა ეს ამ დონეზე არ მიეცა უფლება გამოსულიყო ხალხი. მე მგონი მას საინტერესო რო არ მოდიოდეს ახლა საპრეზიდენტო არჩევნები, ამდენს უფლებას არ მისცემდა პუტინი. მე მგონი მას საინტერესებს რეალური ძალა იმ საპროტესტო მუხტისა, რაც დღეს რუსეთში არის. რა მასშტაბებისაა, რა რესურსებისაა, რათა მე კრიტიკულ სიტუაციაში გამომკლავდეს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მე დაღმართმა ვარ დაწუნებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ბუნებრივია გაყალბდება და ყველაფერს შეეცდება და პირველ ტურში გაიმარჯვოს. თუ ვერ მოახერხა მეორე ტურში გაიმარჯვოს, მაგრამ მე თუ ამას მოყვა საპროტესტო აქციები, ასე აღარ დაელოდებიან და ამდენს უფლებას აღარ მისცემენ. და ამავე უფრო სასტიკი იქნება. დღეს მათ არ აწყობთ ეს საპრეზიდენტო არჩევნების წინ ეს ერთი და მეორე მათ აინტერესებს რეალური ძალა ამ საპროტესტო მუხლისა. ანუ მარტში პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებული პუტინი იქნება უფრო ძლიერი თუ უფრო სუსტი ვიდრე დღეს არის? თუ არ შეიცვლება მისი არა, ქვია, უფრო ძლიერი თუ უფრო სუსტი რასთან შედარებით, ძალიან სათქმელია. იმასთან შედარებით, როგორც ის არის იყო წინა საპრეზიდენტო ადეკვატური იქნება რეალურ რუსეთთან მიმართებაში. ვიდრე იყო ამდენ, უფრო არადეკვატური იყო. ამდენ ხანს რომ რუსეთი არ იყო ასეთი მომთხოვნი ხელისუფლების მიმართ. უფრო პოსტსაბჭოთა იყო, უფრო თაობა უფრო იყო საბჭოთა და ეს თაობა მიდის და მოდის ახალგაზრდობა. რომელს უკვე დასავლეთშიც იმოგზაურეს, უცხოურ პრესას კითხულობენ, ტელევიზიებს უყურებენ და უკვე განთავისუფლებული არიან საბჭოთა წნეხისაგან, საბჭოთა იდეოლოგიისაგან და უფრო მეტი თავისუფლებების მოწმეები არიან თუ არა მატარებლები. ამ ფონზე რა თქმა უნდა პუტინს მოუწევს ასეთ რუსეთის გამკლავება. ეს რუსეთი არ არის დემოკრატიული ყომანდამაით, მაგრამ ეს რუსეთს უფრო მეტი თავისუფლება უნდა, უფრო მეტი ინდივიდუალური თავისუფლება უნდა ამ ხალხს. თუ ცვლილებები უნდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მათ მიეჭვებარება რომ მათ უნდა ევროპული დემოკრატია თუ უნდათ მიეჭვებარება რომ ამ მიმართულებით მიდიოდეს. ეს არის ძალიან მცირე რიცხოვანი მოსახლეობა, განათლებული, რაც გვებრძანეთ, რომელიც მარტო ქალაქებში არიან განფანტული და მოსკოვში და პეტერბურგში ძირითადად. იგივე უკვე სხვა ქალაქებში, იგივე არ ვიცი მე, ნოვოსიბირსკი იქნება თუ სხვა დიდი ქალაქები, როგორც წესი ამ ხალხის რაოდენობა ერთი-ორად მცირდება საერთო ქალაქების რაოდენობასთან. მოსკოვში და პეტერბურგში მართლა ბევრი არიან. შეიძლება 20-25% მოიცავენ მოსკოვსა და პეტერბურგში ამ ლიბერალური ნაწილი მოსახლეობისა, მაგრამ სხვა დიდ ქალაქებში უკვე 5%-მდე ეცემა მათი რაოდენობა. ბატონო ბატონ, დაემთხვა რუსეთში არეულობას ცხინვალში. მარტში საერთოდ რამდენიმე ძალიან საინტერესო არჩევნები ემთხვევა ერთმანეთს. ანუ ერთი არის ცხინვალი, არის რუსეთი, არის აფხაზეთში ასევე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნები. საქართველოსთან მიმართებაში, ანუ შეიძლება თუ არა აი ამ სიტუაციას მთლიანობაში უკვე, ანუ ერთიანად რომ განვიხილოთ, მოყვეს რაიმე გართულება რუსეთის მხრიდან. ანუ რუსეთს საქართველოს არ ცხელა, მით უმეტეს ხედავს რომ კარგად განეიტრალა სააკაშვილი. ხო არ მე ამიტომ ჩვენ ხო არ ვერევით ამ საქმეებში. ჩვენ ხო ჯიუტად ამაყად ვამბობთ რომ ჩვენ არ გვაინტერესებს საქართველოსეთი, ჩვენ არ გვაინტერესებს აფხაზეთი, იქ ოკუპირებული ტერიტორიები, ამიტომ ხელები დაგვიბანია. იქ რაც ხდება ყველაფერი რუსეთია პასუხისმგებელი და ჩვენ არ ვერევით. ის კი არა და ჩვენმა ბედოულათმა ხელისუფლებამ ისიც კი ვერ გათვალა, ვინ გავიდოდა მეორე ტურში ცხინვალში. ამის გათვალას რა უნდა და სულ 15,000 კაცი ცხოვრობს მთელ რეგიონში. და 25 კაცმა მისახა მხოლოდ ჯიოევას, როცა ახალ გოზგულის ყოფე, როცა თელმა დანარჩენმა ამორჩეველმა, თქო ასე, რეგისტრირებულმა თუ ფორმალურმა ამორჩეველმა სამხედროსში ხმამისა ჯიოევას და აშკარად ესეც კი ვერ გათვალეს ჩვენმა ხელისუფლებამ, იმიტომ რომ მე მეორე ტურში უკვე იმუშავეს და წერობაში ცხოვრება ხარკულებს დაავალეს თუ წასულიყონ და ჯიოევასთვის მიეცათ ხმა. ანუ ელემენტარული რაღაცებიც კი არ იციან. ამ ფონზე თქო უნდა რუსებსაც ხელები გახსნილი. როგორც უნდა მართლა საქართველოს მხრიდან არაფერს არ ეშინიათ უკვე. არც ომის, არც და არაფერს ჩვენ ამაყად გავართ გვერდზე მყინვარწვერივით და მაგრამ ჩვენ თუ შეიძლება გვეშინოდეს არა ჩვენ არაფერ ამ ცხინვალში არეულობის შემთხვევას არა ცხინვალში ხალხი ყარეულობა მაგრამ ჩაცხრა ეხლა აშკარად ჩანს რომ რუსეთმა დაუშვა ისევე შეცდომა როგორც თავის დროს დაუშვა აფხაზეთში როცა თავის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ენდო კორუმპირებულ თქვათ ასე უშიშროებას ენდო რომელიც თქვა ფულს იღებდნენ ადგილობრივი მმართველობიდან და არასწორ ინფორმაციას აწვდიან მოსკოვში ანუ მოსკოვში მტკიცედ ჯეროდათ რომ კოკოიტის მიერ წარმოდგენილი
გუნდიდან ადამიანი ბიბილოვი მისაღები იქნებოდა და გაიმარჯვებდა და ბიბილოვმა პირველ ტურში წააგო და მეორე ტურში ხო წააგო. ანუ აშკარად არ გამართა. ასევე მოვიდა მის კანდიდატს ხაჯიბას 2004 წელს აფხაზეთში. აშკარად არასწორ ინფორმაციაზე ეყრდნობოდა ის ანალიზი, რაც მოსკოვის კრემლში მიდიოდა აფხაზეთიდან საფრთხეთოსეთიდან. მაგოს აფხაზეთში ჭკუა ისწავლეს და უკვე აღარ ჩაერია, თუმცა თავის კანდიდატი ყავდა ჩამბა და მაინც ვერ გაიყვანეს. ასევე ეხლა ისე პირდაპირ ჩაერევიან. ეხლა მიდის მოლაპარაკები, რატო გადაიტანეს მარტის ბოლოსთვის. რა უნდა არჩევნებს დანიშნოს სულ მალე ერთ თვეში. იმიტომ რომ მოსკოვში, რუსეთში მოდის არჩევნები და არ ეცლება ცხინვალისთვის. ამიტომ როცა მორჩება არჩევნები რუსეთში, შემდეგ უკვე მიხედავენ ცხინვალს და იქ ამასოს პარალელურად მის არჩევნები ჩატარდება, ეგრეთ წოდებული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება აფხაზეთში 10 მარტსა პირველი ტური და ალბათ მეორე ტური იქნება, იმიტომ რომ საპარლამენტო არჩევნები გულისხმობს თავისად მეორე ტურს. ანუ მთელი ეს მარტის თვე იქნება საკმაოდ ცხელი თვე საქართველოსთვის, საქართველოს ტერიტორიებზე, მაგრამ არაჩვენი ხელისუფლებისათვის სამწუხაროდ და მე მგონი ასენი როგორც ყოველთვის ვითომ გვერდზე გაატარებენ ყოველთვის მათ არ ეხებათ ყველაფერი ეს. მაგრამ ჩვენ საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ისე კარგად რუსული პოლიტიკა არ ჩანს, ისე კარგად როგორც აფხაზეთში და საქართველოში, ისე კარგად არ ჩანს მოსკოვშიც კი. აქ აშკარავდება რამდენად სუსტიარი რუსეთი. რამდენად სუსტიარი კავკასიაში, ჩვენს ტერიტორიაზე მით უმეტეს და რამდენად აფხაზები და ოსები არენდობიან ბოლომდე რუსებს. კიდევ რამდენჯერ უნდა დაარწმუნონ თავისთავი და ჩვენს ოსებმა და აფხაზებმა, რომ მათთვის მიუღებელია ტოტალური და აბსოლუტური რუსეთი. მათთვის მისაღებია დოზირებული რუსეთი და ჩვენ კი ჭკუა ყოფნისთვის ყველაფერი გამოვიყენოთ ჩვენ სასარგებლოდ და მარტო სიტუაცია საქართველოს ინტერესებზე გამომდინარეც. თუმცა თქო ერთ-ორ დღეში სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ თუ ჩვენ მართავთ 7-8 წელიწადში არსებდა შეიძლება შევცვალოთ ვითარება ჩვენ სასარგებლოდ და აფხაზებისა და ოსების სასარგებლოდ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. პატა ზაქარიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი დღეს ამით გემშვიდობებით ხვალ 5 საათამდე. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.